პერიოდე დღისინ ერთ-ერთი დამიკავშირდა მორწმუნე და დამირეკა ჩემმა ებრაელმა კლასელმა და გვარიც მითხრა იმისი და მითხრაო რომ აი ეს ომები რომ დამთავრდებაო იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომი, ამერიკა, ირანის ომი და სხვა ჩვენი მეშიახი გამეფდებაო. თქვენ რომ ანტიქრისტეს ეძახით და ეს არისო ჭეშმარიტი მესამე, ამან დაუწყო წინასწარმეტყველებიდან ლაპარაკი რომ არის დიდ ხილში და სიცრუეში შეყვანილი და სხვადასხვა, მაგრამ მან არაფერი არ ისმინა. გამძაფრებული მოლოდინია არსებობს ებრაელებში, მეტადრე რომელიც თავიანთ შულს მისდევენ მეშიახის, ანუ მესიისა და ხელში საბოლოო თქვენეთში ჩერჩებათ ანტიქრისტე. და როდესაც თვალი აეხილებათ, ებრაელთა საგრძნობი ნაწილი უარყოფს მას და შეუდგება ჭეშმარიტ მესიას, რომელიც მათმა მამებმა ჯვარს აცვეს. აი სწორედ მაგ პერიოდში მთელი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ეხლა დაუკვირდით თქვენ, შიმშილობა ელიას ლოცვით იყო 3 წელიწადნახევარი, მას ჟამსაშინა. ასევე 3 წელიწადნახევარი იქნება საზარელი ჭირის დღეები ანტიქრისტეს რეჟიმის დადგომით. ანუ 42 თვე, როგორც აპოკალიფსის არის ნასწრები, ანუ 1265 დღე. საშველი არ იქნება. ელია და ენოქი, რომელიც მასთან ერთად გამოეცხადება ისრაელიანებს, ამ ხელს მთელი ამ ხნის განმავლობაში ცრუ მესიას, ანტიქრისტეს უდიდესი ძალაუფლება ექნება ღვთისაგან ამ ხნის განმავლობაში სწორედ მიცემული, რომ მდინარეს სისხლად აქცევენ, ციდან ცეცხლს ჩამოიყვანენ და სხვა და ეცდებიან, რომ ისრაელიანები სინანულში მოიყვანოს და განდრიკოს ისინი ანტიქრისტეს თაყვანისცემისაგან. მაგრამ როგორც არის ნაწინასწარმეტყველები, მათი ამ ქადაგებლობის დასასრულ ღვთის მიშვებით ანტიქრისტე საკუთარი ხელით დახოცავს მათ და ისე გაეხარდება მათი სიკვდილი, ენოქისა და ელიასი, იმიტომ რომ მათ მოწყლობს სინდის ამხელ და დააღვიძებდა და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ ეს წინასწარმეტყველები, თავად კი მიდრეკილი იყვნენ ანტიქრისტესაგან, ცხოვრების წესით, ცოლხედველობით და ასე გულის სიტყვებით და სხვა საქმეებით, რაც თავარია, რომ ერთმანეთს საჩუქრებსაც კი გაუგზავნენ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წინასწარმეტყველებს. მაგრამ მესამე დღეს მოხდება სასაული იმგვარი, როგორც მოხდა ჩვენს უფალზეც, რომელიც ღვთის საკუთარი ნებით მიიძინებს და ღვთისა და მამის ძლითა და ნებით აღზგება მკვდრეთით. მესამესა დღესა ისინი აღზგებიან მკვდრეთით, მოხდება დამანგრეველი მიწისძვრა, ამის ნიშნად იერუსალიმის მიათედი დაინგრევა. თავად კი რობელთასე და ღაღადებით ღვთის მიმართ ამაღლდებიან ცათაშინა, რათა დიდებით მომავალ უფალს იესო ქრისტეს შეხვდნენ, რომელიც მოვალს გააჟავ ცხოველთა და მკვდართა, რომლის არის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.